უმძიმესი ამბის შემდეგ ახლა ივანიშვილის ხელისუფლება სრულად გადავიდა თავის მართლების რეჟიმზე და ახლა მაღალჩინოსნები მთელს პასუხისმგებლობას აკისრებენ ადგილობრივებს. მაგალითად დღეს ასპარეზზე გამოჩნდა ივანიშვილის მერის კახი კალაძის მოგვარე ბესო კალაძე. ეს არის გლდანის გამგებელი, რომელიც პირველებთან საუბრისას ამბობს და ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ის ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობდა, რომ ავარიულ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები დაერწმუნებინა და ნაქირავებ ბინაში გადაიყვანა, თუმცა სხვას ამბობენ ადგილობრივები, რომლებიც ჩვენთან საუბრისას განმარტავენ, რომ ისინი უყურადღებოდ არიან დარჩენილები და ამ დრომდე მათთვის არავის არაფერი გაუკეთებია. გლდანის გამგებელი ამტკიცებს, რომ მას ყოველდღურად ჰქონდა კონტაქტი მოქალაქეებთან, ადასტურებს, რომ კორპუსი ნამდვილად იყო ავარიული, თუმცა გლდანის გამგებელი ცდილობს ახლა, რომ თავად გარდაცვლილ ბავშვს დააკისროს. მთელი პასუხისმგებლობა ამბობს, რომ არასრულწლოვანი სკეიტით იმყოფებოდა ადგილზე და სწორედ ამან გამოიწვია ეს უმძიმესი ამბავი. განმარტავს, რომ ახალ ბავშვები, რომლებიც იყვნენ ავარიულ კორპუსში, არ ცხოვრობდნენ ამ კორპუსში, თუმცა ეს ამბის სიმძიმეს არანაირად არ ცვლის. დღეს ჰქონდა პირველებს ამ მძიმე ამბავთან დაკავშირებით გამგებელთან ძალიან ბევრი კითხვა, თუმცა ის ყველა ჯერზე ცდილობდა, რომ ჩვენი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვისთვის პასუხი არ გაეცა. მაგალითად გამგებელს ვკითხეთ, ტრაგედიის შემდეგ იმყოფებოდა თუ არა ადგილზე, ან ბოლოს როდის იყო და როდის გაეცნო ადგილობრივების საჭიროებას, თუმცა ყველა ჯერზე, როდესაც გამგებელს პირველების მიერ დასმული კითხვები ესმოდა, ცდილობდა, რომ პასუხები არ გაეცა, მას შემდეგ კი რაც თავის სათქმელი თქვა და სცადა, რომ სრული პასუხისმგებლობა ადგილობრივებისთვის დაეკისრებინა, მან პირველების არც ერთ კითხვას არ უპასუხა და მიმდებარე ტერიტორია დატოვა. ბავშვი, რომელიც იქ იმყოფებოდა, გარდაცვლილი და მათ შორის მისი თანხლები არც ერთი არ იყო ამ კორპუსში. არ აქვს ამას მნიშვნელობა, ნებისმიერი შეიძლება შევიდეს კორპუსში, საცხოვრებელ კორპუსში, მე ჩემი ძლია შევიდე. იქნება მეგობრებო სახურავზე სკეიტბორდებით, ეს ინფორმაცია თქვენ ამდენად გაქვთ, არ ვიცი, სკეიტბორდებით იმყოფებოდნენ სახურავზე. ამას არსებობს სახურავიდან მოხდა ის, რომ ჩამოვარდა შახტაში. ჯერზე ჩვენი მხრიდან, რაც ჩვენი ნაწილი არის, ეს არის ქირის შეთავაზება მათი უსაფრთხოებისთვის და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იყო შეთავაზებული, მაგრამ რეაგირება მოყვა ნული მათ მხრიდან. ჩვენ კი ძალით სახლიდან ვერ გამოვიყვანთ. ტრაგედიის შემდეგ იყავით ადგილზე. ბატონო, კითხვას გისვამთ, ტრაგედიის შემდეგ იყავით თუ არა ადგილზე და როდის აპირებთ რომ მოხდეს? თუ ფიქრობთ, თქვენ მართლები ხართ, რატომ არ მიდიხართ ამ დრომდე ტრაგედიის ადგილზე? თქვენ არიდართოთ ტრაგედიის ავჭალაში ეგრეთ წოდებულ ტიტანიკის კორპუსში, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა, ამ დრომდე რჩება 33 ოჯახი, რომელიც ითხოვს დახმარებას. ადგილობრივი მოქალაქეები პირველებთან საუბრისას ამბობენ, რომ მათი ცხოვრება ახლა ამ კორპუსში დიდი რისკია, რადგან არის ღია შახტები და მათი გადაადგილება ამ კორპუსში არის ძალიან სახიფათო, რადგან კორპუსს აქვს ასევე ბზარები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ახლა სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ დედაქალაქის მერს და არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ამბობენ, რომ ყველა სისტემა ახლა არის ჩამოშლილი და ყველა მუშაობს მხოლოდ იმაზე, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, მოქალაქეებზე კი არავინ ფიქრობს და მაგალითად დედაქალაქის მერი, რომელიც უნდა იყოს დაინტერესებული საკუთარი ქალაქის მცხოვრებლებით და მათი პრობლემებით, ცდილობს მხოლოდ იმას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს ტრაგედიები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჩვენ საჯარო და საერთო სივრცეების უსაფრთხოების კუთხით გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ და გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს თბილისის მერიამ. მხოლოდ იმის საუბარი, რომ ეს არის ვიღაცის კერძო საკუთრება და მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, არის ძალიან მძიმე უპასუხისმგებლობა. აუცილებელი არის, რომ მერიამ გაიაზროს უფრო მეტად საკუთარი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას ასეთი ტრაგედიების პრევენციისათვის, საზოგადოების ინფორმირებისათვის და იმისათვის, რომ დაეხმაროს საზოგადოებას, ამხანაგობებს და მოსახლეობას იმისათვის, რომ მოახერხოს ამ ხალხმა ამ ტრაგედიების თავიდან აცილება. აღნიშნული კორპუსი თუ ავარიული, ამის შესახებ იცის ყველამ, ხო მაშინ ეს კორპუსი უნდა დაიხუროს, დაილუკოს, დაიშალოს. და ადამიანები უნდა დაარწმუნონ, რომ იქ ცხოვრება არის საშიში. პრობლემა არის ის, რომ ჩამოშლილია სტრუქტურული ერთეულები. მან მერია არის ჩამოსვლილი, ხელმძღვანელობა და შემდეგ სტრუქტურული ერთეულები. ის რომ მერია ამასთან არ იყო ინფორმირებული, ეს იქნება ტყუილი მერიის მხრიდან. მერია იყო ინფორმირებული, უბრალოდ მერიამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩამოშლილია ყველაფერი,
ვერ განახორციელა რეაგირება, ანუ არ მუშაობს გამართულად მერია და მისი არ მუშაობის შედეგად ძალიან ბევრი ტრაგიკული შემთხვევა მივიღეთ თბილისში. ჩვენ ვიქეცით ტრაგედიიდან ტრაგედიამდე სახელმწიფოდ, სადაც შედეგი არ დგება. ბათუმში მომხდარი ფაქტის გამო, რიყეზე მომხდარი ფაქტის გამო არავინ არ დასჯილა. ეს არის შედეგი, რომ როდესაც მთელი დღის განმავლობაში კაცი ლაპარაკობს Deep State-ზე, გლობალური ომის პარტიაზე, დაკავებული არის მხოლოდ და მხოლოდ სხვისი გაშავებით, პროპაგანდისტული მიზნებით და ფიქრობს, როგორ და რანაირი კორუფციული სქემა დააწყოს, ამ დროს ქალაქის მერი პირველი რაზეც უნდა ზრუნავდეს, არის სამეურნეო საქმიანობა, ლიფტების კეთილმოწყობა და ის რომ 7 წლის, 10 წლის, 12 წლის ადამიანები და ჩვენი ქვეყნის მომავალი ქუჩაში არ იღუპებოდეს. ივანიშვილის ხელისუფლების გულგრილობას შეეწირა კიდევ ერთი ბიჭის სიცოცხლე 13 წლის მოზარდის, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა. ადგილობრივი მოქალაქეები ამბობენ, რომ ახლა ეგრეთ წოდებული ტიტანიკის კორპუსი არის ყველასთვის სახიფათო, მათ შორის იმ მცირეწლოვანებისთვის, რომლებიც ამ კორპუსში ცხოვრობენ. 33 ოჯახი ახლა უშედეგოდ ითხოვს დახმარებას. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ხელისუფლებას უბრალოდ მათი ხმა არ ესმის. ეს მარია მაკასარაშვილი იყო, მადლობა მარია.